ისტორია ხშირად მხოლოდ მეფეების სახელს ინახავს, მაგრამ დავითის ყოველი გამარჯვების მიღმა ერთი დიდი ადამიანის ჩრდილით დგას. გიორგი ჭყონდიდელი. ის არ იყო უბრალოდ ბერი ან სახელმწიფო მოხელე, ის იყო დავითის მამა პოლიტიკაში, სულიერი მოძღვარი და ყველაზე ერთგული მრჩეველი. კაცი, რომელსაც მეფე ყველაფერს ანდობდა, საკუთარ სიცოცხლესაც კი. დავითმა და გიორგიმ ერთად შექმნეს ის, რაც მანამდე წარმოუდგენელი იყო, გააერთიანეს ეკლესია და სახელმწიფო მართვა. ჭყონდიდელის ეპისკოპოსი გახდა მწიგნობართო ხუცესი, ანუ ქვეყნის პირველი ვეზირი. ეს იყო სახელმწიფო მანქანის გული. გიორგი ჭყონდიდელი გახდა ობოლთა მამა და ქვრივთა მოსამართლე. მისი ხელით ხორციელდებოდა სამართალი, მისი გონებით იგეგმებოდა დიპლომატიური სვლები, დაზვერვიდან დაწყებული დიდ კოალიციებამდე დასრულებული. მეფე, რომელიც მსოფლიოს აზანზარებს და მოხუცი ბერი, რომლის ერთი სიტყვა დავითისთვის კანონია. გიორგი ასწავლიდა დავითს, რომ ძალა სიმართლეშია და არა მხოლოდ מחვილში. როცა მეფე რუის ურბნისის კრებაზე ეკლესიას წმენდდა, გიორგი მისი დასაკრდენი იყო. როცა ლაშქარი საომრად მიდიოდა, გიორგი ლოცვითა და სტრატეგიით ამაგრებდა ზურგს. ის იყო ხიდი მეფესა და ხალხს შორის. გიორგი ჭყონდიდელის გარდაცვალება დავითისთვის ყველაზე დიდი პირადი ტრაგედია იყო. მეფემ 40 დღე სამეფო სამოსი გაიხადა და გლოვის ტანსაცმლით შეიმოსა. მან დაკარგა არა მხოლოდ ვეზირი, არამედ საკუთარი სულის ნაწილი. მაგრამ გიორგის დატოვებული წესრიგი კიდევ საუკუნეებს გაჰყვა საქართველოს. დიდება იწყება იქ, სადაც სიბრძნე და ძალა ერთმანეთს ხვდება. დავითი და გიორგი იყვნენ საქართველოს ოქროს ხანის არქიტექტორები. თუ გსურთ უფრო ხანგრძლივი ვიდეოები, მხარი დაგვიჭერეთ. თქვენი მხარდაჭერა გვეხმარება არხის გაძლიერებაში. თითოეული დონაცია ახალი სერიების გარანტია. დონაციის ლინკი იხილეთ აღწერაში.